პოლიტიკა. მებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია შუადღის პოლიტიკა FM 98-ზე და 5-ზე, რადიო სივრცეზე, ჩვენ მაუწყებლობთ გაზაფხულის ქუჩის სტუდიიდან. თბილისის დროით 14 საათი და 7 წუთია და ჩვენ ვაგრძელებთ შუადღის პოლიტიკის მეორე სეზონს, რომელიც ეძღვნება მე-11 მოწვევის პარლამენტს და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს. პარლამენტის ხსენებაზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საგაზაფხულო სესია დასრულებულია და დაიწყება განახლდება საშემოდგომო სესია უკვე სექტემბერში. მანამდე კი სოფლიოში და საქართველოში მოვლენები დრამატულად ვითარდება, შეიძლება ითქვას, რადგანაც ჩვენ ვიხილეთ 2-50 დღიანი ვადა, ესე ვთქვათ, ერთი რომელიც კაია კალასმა დაუწესა საქართველოს იმისათვის, რომ ჩვენ მიღებული კანონები უკან წავიღოთ. პირდაპირ გადატანითი მნიშვნელობით და მეორე მხრივ ეს არის ამერიკის პრეზიდენტის მიერ დაწესებული ვადა უკრაინა რუსეთისთვის. დღეს ჩვენი სტუმარი არის მამუკა მახათაძე, ჯიპას ასოცირებული პროფესორი. ჩვენ ზუსტად 4 თვის წინ ნახეთ, თებერვლის ბოლო იყო, როდესაც ჰქონდა ეთერი და მაშინ ვლაპარაკობდით ამერიკულ პოლიტიკაზე, იქ მიმდინარე პროცესებზე. გავიდა 4 თვე და ჩვენ ჩავთვალეთ, რომ საინტერესო იქნება კიდევ ერთხელ გადავხედოთ, რა შეიცვალა დღეს, რა ვითარებაა და რა მოლოდინი უნდა გქონდეს უახლოეს მომავალში. როგორ შეიძლება ამერიკის შიდა პოლიტიკის თუ მისმა საგარეო პოლიტიკის ცვლილებამ გავლენა იქონიოს მთლიან პროცესზე. დღევანდელ დღეს თუ არ ვცდები, ანუ ამერიკაში უკვე 24 თებერვალს საქართველოს დანიშნული ელჩი თამარ ტალიაშვილი გადასცემს უკვე რწმუნებათა სიგელს დონალდ ტრამპს და შეუდგება თავისი მოვალეობის შესრულებას. ეს ნაბიჯი ბუნებრივია, რომ წინ წაწევს ამ ურთიერთობებს, იმიტომ რომ უკვე გაჩნდება ეს ოფიციალური არხი, რაც ჩავარდნილი იყო ბოლო დროს. საქართველოშიც ამერიკის ელჩი გადამდგარია და სავარაუდოდ ამ დროისთვის უკვე ქვეყანაც დატოვა და ანუ წავიდა, ეს გამოსამშვიდებელი ცერემონიები დასრულდა და დამოკიდებული ნახოთ, რამდენი ხანი დაჭირდება იმას, რომ ჩვენ ახალი ელჩი ვნახოთ საქართველოში ამერიკიდან მოვლენილი. ჩვენ გუში მქონდა გადაცემა ეპშტეინის კუნძული, სადაც გამოვეხმაურეთ მთავარ საკითხებს, ხო? ერთ-ერთი რაც ყველაზე უცნაურია, მთავარ საკითხად ამერიკაში იქცა ყბადაღებული ეპშტეინის სია, რომელსაც მთელი რაღაცა სიმკაცრით თხოვენ დონალდ ტრამპს, რომ გამოაქვეყნოს. რა ადგილი უჭირავს ამ თემატიკას და რატომ ესე? მოგესალმებით. პირველ რიგში მართლა საინტერესოა, იმიტომ რომ 4 თვე გავიდა, რასაც ასე ვთქვათ, აცხადებდა დონალდ ტრამპი, რეალობა რა არის დღევანდელი, რა შესრულდა, რა არა, რისი ასე ვთქვათ, შანსები გაიზარდა, რის შანსები შემცირდა, პლუს კიდევ იყო ჩვენი შეხედულება, რა უნდა გაეკეთებინან, რას გააკეთებდა, სავარაუდოდ იმის გარდა, რაც ვთქვათ, მას გაცხადებული ჰქონდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, მაშინაც ვლაპარაკობდით და რა თქმა უნდა მოსვლამდეც იყო ამაზე ლაპარაკი, დონალდ ტრამპი ასახელებდა, რომ ის გაამხელდა და გამოამზეურებდა ეპშტეინის ეგრეთ წოდებულ სიას. დღეს ნამდვილად საინტერესო სიტუაცია მაქვს თვალსაზრისით, ისე ჩანს გარედან, რომ თითქოს სწორედ დონალდ ტრამპი ეწინააღმდეგება ამ სიის გამოქვეყნებას. რაც გარკვეულწილად იმედგაცრუებას იწვევს იმ ადამიანებში, რომლებმაც მას ხმა მიცეს, სხვა რაღაცეებთან ერთად, რომელსაც ვთქვათ, მერე ვიტყვი, მაგრამ ჩემი აზრით დონალდ ტრამპს ხოლო ჩემი აზრია, რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპს ისია მაშინ არ ქონდა ნანახი, ალბათ დღეს უბრალოდ მეტი იცის ამ სიის შესახებ და ამ სიაში უბრალოდ ის ფიგურები არ არის, რომელიც მისთვის მნიშვნელოვანია, რომ დაარტყას, მარტივად რო ვთქვათ, ხო? შესაბამისად, ვთქვათ, არ უნდა ყურადღების გადატანა ნაკლებად მნიშვნელოვან ფიგურებზე, იმიტომ რომ ეპშტეინის სიის არ გამოქვეყნების პარალელურად მან ტულსი გაბარდნა და მან პრინციპში პირდაპირ დასდეს ბრალი
სამ ადამიანს ხო, ჰილარი კლინტონს, ბარაკ ობამას და ბაიდენს. სულ სხვა თემაზე. სულ სხვა თემაზე. მაგაზე მე გადავიდეთ რაზე, მაგრამ ამ სიაში დღეს დილით ვკითხულობდი სოციალურმა დადო რომ დაახლოებით მაისში ეს გენერალური პროკურორი პენ ბონდი მივიდა მასთან და უთხრა რომ მოკლედ ეს სია გაიარეს. ეგ ძალიან საინტერესო თეორიაა რომ ანუ ტრამპისთვის ეს მნიშვნელოვანი იმიტომ კი არ არის რომ ის რამეს მალავს, ანუ იქ საინტერესო მისთვის არაფერია. მაგრამ მას უთხრეს რომ მისი სახელიც ფიგურირებდა იქ აი ამ სიაში. ეს ხო სინამდვილეში ეს სია არის ფრენების განრიგებდა დაფრინავდა და აი ამ ფრენებზე ვინ არის დარეგისტრირებული ამ სიაზეა ლაპარაკი. ხო, აქ რეალურად ხო ამ სიაზეა ლაპარაკი. იმიტომ რომ რეალურად ანუ რამდენიმე სია, იმიტომ რომ პრინციპში მარტო ფრენებზე არ არის იქ. ხო, ორი მომენტია. ერთი მომენტია, რომ ეპშტეინთან ერთად მეგობრობას ტრამპი არ უარყოფს და ამის უამრავი ვიდეო მტკიცებულება არსებობს. აქ ლაპარაკი იმაზეა, დაფრინავდა თუ არა ის იმ კუნძულზე. თორე ასე ვთქვათ, ეპშტეინის თვითფრინავით თუ ტრამპის თვითფრინავით ეპშტეინი ალბათ ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთთან და სხვა ადამიანებიც ასე ვთქვათ, ეპშტეინთან ერთად და ეპშტეინის თვითფრინავით ალბათ ბევრგან დაფრინავდნენ. აქ ზუსტად იმ სიაზეა ლაპარაკი, რომელიც ასე ვთქვათ, იმ კუნძულზე იქნებოდა. თუმცა, ანუ ჩემი ასე ვთქვათ, სპეკულაცია ამ და ჩემი აზრი რომ იქ საინტერესო ფიგურები არ არის და ტრამპს მე მგონი დასამალი არ აქვს იმას ეყრდნობა რომ ეს სია მარტო ტრამპის ხელში ხომ არ იყო ანუ წინა ხელისუფლების ხელშიც იყო თავის დროზე და ტრამპი რო ყოფილიყო არაფერი არ უშლიდა ტრამპი საკმაოდ ასე ვთქვათ კერკეტი კაკალი იყო და ყელში გაჩხერილი ყავდათ შესაბამისად შესაძლო იყო რომ იქიდან მარტო ტრამპი ამოეღოთ იმ სიიდან და რაღაცეები გამოეყენებინათ მის წინააღმდეგ. მან საინტერესოა რომ ანუ აქ ამან მიიღო ერთგვარი პრინციპული ხასიათი, იმიტომ რომ ეს მისი საბაზისო ამომრჩევლისთვის ეს არის ერთგვარი აი განტევების ვაცივით, ხო? მათთვის მნიშვნელოვანი ესია და ამაზე უკვე შენდება შემდგომი სპეკულაცია რომ ეს ყველა არის ეჭმიტანილი და აი ამ სიაში მოხვედრილი ადამიანები თითქოს არ ემტკიცებულება რომ საბოლოო ჯამში დაუპირისპირდნენ რაღაცა ერთგვარ ელიტას. რეალური სამხილები რაც არის ეს არის როდესაც ეპშტეინს იჭერენ და მისი სახლიდან რომლის ნახაზებიც კი გააკრო მან და იქ მოწყობილი ქონა ფარული კამერები და კადრებიც არსებობს ნაგვის პარკებით უამრავი ჩანაწერი დისკები როგორ გამოაქვს ხო პოლიციას თავის ძოზე როცა დაიჭირეს და შემდეგ როცა დაიღუპა და დღემდე ეძახი. ანუ ამაზე არ კეთდება აქცენტი. რა ხდება იმ ფაილებში. აქცენტი კეთდება რაღაც სიაზე, მაგრამ ეს იქცა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტად, იმიტომ რომ უნდა გადავიდნენ შემდგომ ეტაპზე რა. ანუ ეს მთელი მაგა მოძრაობა. აქედან გადავიდეთ ნელა იმ საკითხზე, რომ ჩვენ ხედავთ ტრამპს ოვალურ კაბინეტში, ჩვენ ხედავთ მის პატივმოყვარეობას, ანუ მის სტილისტიკას, თუ ის როგორ დამოკიდებულებას ითხოვს და საერთოდ ან ბევრ რაღაცაზე რას ლაპარაკობს, მაგრამ ჩვენ ნელა დავინახეთ ის როგორ თქვა, გავლენის თუ რაღაც ჯგუფები, რომელიც ცდილობენ მასზე ზეგავლენის მოხდენას და მისაღებს ითხოვენ, ესე ვთქვათ. ეს არის ეს მისი მაგა მოძრაობა, რაღაც ფუნდამენტური ნაწილი. ეს არის ეგრეთ წოდებული აი ეს deep state-ი, იარვინის ენაზე კათედრალი, ჩვენს ენაზე ცრუ სახელმწიფო ან რაღაცა ფარული. ნუ აი იარვინის ენაზე deep state-ი ცალკეა, კათედრალი ცალკეა, ერთად ქმნიან ზუსტად. ისაც ჩვენ გულისხმობთ აი ეს ერთობა მედიის ფარული უფრო კათედრალია ვიდრე deep state-ი. ოლიგარქების და deep state-ი ხელი შემშლელია უფრო და ზემოდა კათედრალი უფრო იდეოლოგიური ხელმძღვანელი. ჩვენ რასაც გულისხმობთ აი ამ რეალური ძალაუფლების მქონე ჭრილში მყოფი ადამიანების ჩვენ გაგებით უფრო კათედრალს იარვინის შემთხვევასთან ხო კათედრალს ტერმინოლოგია არ ღეო, ამიტომ მე მგონია რომ ამას უნდა ქართულად რაღაცა უწოდოთ, რომ ხალხმა გაიგოს და ყველას კარგი სახელია, იმიტომ რომ პირდაპირ არ ვთარგმნოთ სახელწოდება, არამედ შინაარსობიურად რომ ვთარგმნოთ ეს ფარული, თუ არსებობს რაღაცა მართალი რაც არის გამოაშკარებული და დგას და იდენტიფიცირებულია, ქართულ ენაში ამის აპრისპიროს გვარია ცრუ და ეს შესაბამისად ეს ფარული სახელმწიფო არის იგივე ცრუ სახელმწიფო. მეორე სხვა ამას ებრძვის, რომელსაც რეალურად კავშირი აქვს ევროპასთან და ყველაზე მთავარი საკითხი იყო უკრაინის თემა და ჩვენ ვხედავთ მის გავლენას და მის შეცვლილ პოზიციას უკრაინასთან მიმართებაში. ეს არის ისრაელი, რაც ზემოქმედებს და ირანის 12-ღიანი ომიც ჩანდა აქ როგორ პროისრაელური ჯგუფები ხო როგორ ითამაშა ამერიკამ და კიდე რა შეიძლება რომ ითქვას. ანუ აი როგორ ართმევს ტრამპი აი აქ ნავიგაციას ამ ინტერესებს შორის. და ეს კეთდება მისი პირადი დღესასრიგისთვის თუ სახელმწიფო ინტერესებისთვის.
ხო, ეგ პრინციპში, თითქმის ყველაფერი ჩამოვაყალიბეთ, მე უბრალოდ ერთს დავამატებდი, ხშირად არ ჩანს ხოლმე ბრიტანეთის როლი. ხო, და ამის ასე ვთქვათ, ცოტა მიჩქმალვა ხდება. ჩემი აზრით კიდევ ერთი მოთამაშე, რომელიც არ ჩანს, მაგრამ ძალიან დიდ როლს ასრულებს, ეს არის ბრიტანეთი. იმიტომ რომ ის ბრიტანული იმპერიის გარკვეული მექანიზმები პალმერსტონიდან დაწყებული და ჰარტლენდი გვილაპარაკია მე და შენ ჰარტლენდის თეორიიდან დღესაც მუშაობს და ჰარტლენდის გარშემო ასე ვთქვათ ხელწერტილების შექმნა დღეს ჯერ კიდევ აქტუალურია, რასაც ახლა ვხედავთ სხვათა შორის კავკასიაში ჩვენ ჯაგრით. რაც შეეხება ამ ჯგუფებს, თვითონ ტრამპი ძალიან უჭირს რეალურად ჩვენ ხედავთ, რომ უჭირს საკუთარი პოლიტიკის გატარება, ანუ ის ბალანსირებას აკეთებს, ერთი მხრივ სანოვე ბიჭს უწოდებს ყოველ სიტუაციაში, როცა მას აქვს ამის საშუალება ნეთანიაჰუს, მეორე მხრივ გარკვეულწილად ვთქვათ ასრულებს იმ პროისრაელული ლობის დაკვეთას და ასე ვთქვათ ბომბავს ირანს, ხო? ეს ასე ვთქვათ რეალურად, თუმცა აი კიდევ ერთი საინტერესო მომენტია, რომ ბლინკენის ინტერვიუ იყო ცოტა ხნის წინ და რეალურად იქ იყო ლაპარაკი, რომ ირანი პრაქტიკულად დათანხმებული იყო განოლებას, ასე ვთქვათ, გამდიდრების პროექტისას და მაშინ რა საჭირო იყო ეს ყველაფერი, ხო რთული ასე ვთქვათ კითხვაა და პასუხი არ გვაქვს. ანუ გარკვეულწილად ანგარიშს უწევს ყველას. ხო, თვითონ ვთქვათ უკრაინის ომის და უკრაინა-რუსეთის ომი, ისრაელის შემთხვევა ცდილობს რომ რაღაცა პატარა კოჭი გაუგოროს ქართულად რო ვთქვათ ამ ჯგუფებს, რომელიც მართლა არიან გავლენის ჯგუფები და მასზე ზეგავლენის ბერკეტები რაღაცა გარკვეული ნამდვილად აქვთ და მე მგონი რომ აი ამ გაგორებაში სახელმწიფო ინტერესები მისი ცოტათი, ასე ვთქვათ, ამერიკის ცოტათი, ჩემი აზრით, ცოტათი ზიანდება. ხო, იმიტომ რომ ეს აღარ გავს თანმიმდევრულ პოლიტიკას და თან ეს გაგორებაც, ანუ ბოლომდე კმაყოფილი არავინ არ არის. ანუ ყველა ჯგუფს რაღაცას უკეთებს, მაგრამ აი უმარილოდ, უგერგულოდ და ნაწილობრივ. იგივე იყო ირანის დაბომბაც, რომელიც აღმოჩნდა რაღაცა ზედაპირული, იქ ვიღაცები ააფეთქეს, ანუ თანაც ბოლომდეც არ ვიცით რომ ეს გამდიდრებული ქონდათ ირანი როგორც გეუბნები. არ ქონდათ მე ნიშნები ის არსებობს, გასვლა მტკიცებული რომ დიდი ალბათობით გატანილი იყო, რომ დაბომბეს, რა დაბომბეს, მე ამერიკელმა გენერალმა თქვა, რომ დღემდე არ არის, დღემდე არ არის რაკეტის სროლას რა აზრი ქონდას 100 მეტრზე 60 მეტრიანი რაკეტა ვერ ჩააღწევს. ჩვეულებრივი ტომაჰავკი ვესროლით. ანუ ანუ ჩვენ ვხედავთ რომ შედეგი ცხადი ეს აღარ არის მხოლოდ ბრძოლის ველი, მხოლოდ სავაჭროველი რეალური შეთანხმებები, ეს ტარიფებსაც უკვე ეშმაკი ფეხს მოიტეხს, ვეღარ გაიგებ, სად გააძვირა, სად მერე შეუმცირა, სად ვიღაცა ჩავიდა, მერე ისევ გადაწია, ხო. ანუ ეს არის ერთი დიდი საინფორმაციო ქაოსი და ხმაური, სადაც ვერავინ ვერ გაერკვა და ყოველი დღე არის აი ამ ქაოსის მკვებავი, ხო? ხო, რეალური შედეგები პრინციპში ეს არის მისი პრობლემა, რომ რეალური შედეგები გარდა იმისა, რაც ჩვენ ახსენე, რომ ანუ კმაყოფილი არავინ არ დარჩა. რეალური შედეგებიც არა აქვს მასაც. და მისი მეორეს მხრივ ეხლა მე მინდა შევაქო, მისი რეალური შედეგი არის ის, რომ ის აი ამ ყოველდღიურ საინფორმაციო ქაოსში, რომელსაც დიდწილად თვითონ ქმნის, მაგრამ ქმნის იმიტომ, რომ მას მერე უადვილდება აქ ნავიგაცია, იმიტომ რომ რამპის ჭირაგდანები თამაშობს, რომელიც კარგად იცის. მასზეა ეს სხვა თამაშები უარსაცხადო ყურადღების ცენტრში ის ყოველთვის მოახერხებს გამოძრომას. ანუ ის კარგად იცის ასე. უზრუნველყოფს, ეს არის შოუ 2.0 ეპრენტაისი 2-ია რეალურად. ხო, იზის მაგიდის თავში და ის წვეთს ვინ უნდა გავარდეს, ვინ უნდა დარჩეს, მაგრამ ეს ყველაფერი ხო იყო შოუ და ფეიკი, ხო, იმათ ცხოვრება გაგრძელდა ხა იმ ხალხისაც. და ასე გაგრძელდება სამყაროს ცხოვრებაც. ოღონდ აქ თანდათანობით ღრუბლები იქუპრება. დღეს ეს ძალიან კარგი, აი, მოკლედ ისრაელის კარტი როგორაც გაათამაშა, იყო, ნუ, აი, ტაშს ამ კუთხით ტაშს იმსახურებდა, როგორ შექმნა არაფერისგან ნიუსი. ხო. და რეალურად კაცმა არ იცის რა შეიცვალა. ასევე შეიძლება ითქვას სხვა მიმართულებით, მაგრამ მან შეიძლება ეს დიდხანს გააგრძელოს, მაგრამ კალენდარზე გადის დრო.
სხვებს და არსებობს გარე სამყარო, რომელსაც თავისი კალენდარი და დღესასრიგი აქვს, ხო? ჩვენ ვხედავთ, აგერ უკრაინაში გაგრძელებულ ომს, ჩინეთის რაღაცა გავლენას, რაღაც ბოლოს თქვა, რომ იცი, მე არ დაუშვებ, რომ ირანი ვიღაცამ გაააქროს. რუსეთზეც თქვა, ირანზეც თქვა, ანუ ჩინეთისთვის, ეხლა მან ყველაზე მნიშვნელოვანი ზუსტად ის არის, რომ ტრამპისთვისაც არ არის ეს მგონი მე ჩემი აზრით. ტრამპისთვისაც არ არის ინტერესი გინდა თუ არა ჩინეთს დაუპირისპირდეს. ანუ მტრად აღიქვას. მან ასე ვთქვათ ხარკი გადაუხადა სხვებს. იმიტომ ის ხვდება რომ რეალურად ამ შემთხვევაში მას არ შეუძლია თან არსებობა ჯობია, მაგრამ იმიტომ რომ თქვა ბიზნესმენია და სხვანაირად უყურებს. ანუ ხისტად არ უყურებს ამ საკითხს, რომ გინდა თუ არა ვიღაცა უნდა განადგურდეს, ანუ კატონი არ არის, რომ კართაგენი უნდა დაინგრეს. ხო, შესაბამისად, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ აი ამ ქმედებებით, მოდი ასე ვთქვათ, რა მოხდა, თავიდან რასაც ვთქვათ, მიზნად შეიძლება ქონოდა დასახული ეს იყო, რომ განეცალკევებინა ირანი, განეცალკევებინა რუსეთი, განეცალკევებინა ჩინეთი და ერთმანეთის წინააღმდეგ დაეპირისპირებინა, ანუ გადაებირებინა რომელიმე მხარე, ხო? გამოვიდა რომ რეალურად კონსოლიდაცია მოხდა ამ სამი მოდი ასე ვთქვათ, დიდი ძალის, ხო? აქ სხვათა შორის ირანზე დარტყმება ჩემი აზრით რუსეთის და ჩინეთის წისქვილზე დაასხა წყალი, რატო? იმიტომ ირანი თავისი 1000-წლოვანი იმპერიული გამოცდილებით მაინც ცდილობდა გარკვეულწილად თავდამოუკიდებელი თამაში ეთამაშა. დღეს სხვათა შორის უფრო აი ამ დაბომბვების და იმის გამო რომ მათმა დარწმუნებამ რომ გაუძლებდნენ ისრაელს დაბომბები არ მოხდებოდა მათ თავდაცვა იმუშავებდა აღმოაჩინა რომ მათ ტექნოლოგიური ჩამორჩენა ნამდვილად აქვს და შესაბამისად როდესაც ისინი წინა წლებში უარს აცხადებდნენ ასე ვთქვათ რეალურ კოოპერაციაზე და თავდაცვაზე დახმარების მიღებას ჩინეთისგან და რუსეთისგან დღეს მე მგონი რომ უბრალოდ სხვა გამოსავალი არ ექნებათ ხო თანაც უყურეთ რა არის რომ ანუ აქ არის კიდევ მთავარი რომ ირანი ძალიან ნიშნულოვანი მოთამაშეა ჩინეთის ინიციატივაში Belt One Road, ხო? ერთიან სარტყელში ამ ვაჭრობაში. პლუს კიდე ჩრდილოეთ სამხრეთის კორიდორში, რომელიც ინდოეთს აკავშირებს რუსეთის გავლით ევროპასთან. ასე რომ ირანის ვთქვათ დასუსტება და ირანის რეჟიმის ცვლილება და იქ მარიონეტების ჩაყენება დასავლეთის მარიონეტებში. რაც მოხდა ერაყში, სირიაში, ეს ირანში დაუშვებელია. დაუშვებელია უკვე ჩინეთისთვის და რუსეთისთვის. შესაბამისად, ეს სამი ძალა გააქტიურდა. ანუ ჩინელები ხო ყოველთვის დიპლომატიურ ენაზე საუბრობენ და ერიდებიან მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, კატეგორიულ პასუხებს, ხო? ეს ორი შემთხვევა, როდესაც პირდაპირ განაცხადა, ხო, დიპლომატიური სამსახურის უფრო საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომ არ დაუშვებს, თქვათ, არც რუსეთის დამარცხებას და არც ირანის დამარცხებას, ეს იყო პრინციპში ძალიან მნიშვნელოვანი. გარკვეულწილად სხვა შორის, ანუ კისინჯერს უწერია წიგში, თავის წიგში, საერთაშორისო პოლიტიკაზე, სადაც წერს, ირანის კი არა, ჩინეთის თავში, რომ აი ჩინეთის სახელმწიფო არის სპეციფიური. და მან კარგად იცოდა ეს ჩინეთის ისტორია და მნიშვნელოვანია რომ როდესაც ჩვენ რაღაცაზე ვლაპარაკობთ გვესმოდეს რომ იმ დედაქალაქებიდან დანახული სამყარო ეს სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან და ის ბევრს წერდა იმაზე რომ შეიძლება დასავლური საზომით ჩინეთი გაიზომოს უნდა გესმოდეს ჩინეთი რა არის ეს რა ტიპის იმპერია მას წარმოუდგენია რომ ეს არის სამყაროს ცენტრი ყველა სხვა ქვეყანა არის ერთგვარად მეორე ხარისხოვანი და ყველა ვალდებულია რომ მასთან მივიდეს შესაბამისი პატივი მიაგოს ისაუბროს ხო ის ხშირად ამბობს რომ ხანდახან აი თქვა ხარკი რომელიც უფრო ჟესტი იყო ვიდრე რეალური ქონება უბრალოდ თავარი მისი სიმბოლური როლი იყო. ხშირად უკარო იმპერატორს საჩუქარი მიუწია. უფრო მეტი ყოფილა ვიდრე ვიღაცას რომ მიუტანია, მაგრამ კი პატარა საჩუქარს რომ მიუტანდა იმპერატორს, იმპერატორი იმხელა თქვათ ძალაუფლება შეიძლება ოქროთი მიეცა ადჯერ მეტი. ამ თავი მისთვის არის ეს წონასწორობა სამყაროში ჩინეთისადმი. ამ ხრივ ტრამპის სხვათა შორის ამითი ძალიან გავს, იმიტომ რომ მისთვის მნიშვნელოვანია მიიღოს ეს პატივი. ყველაზე სწორად მისი ხასიათი ამოხსნა და გამოიცნო, გვირდება twin FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ, რომელიც ინაუგურაციაზე იდგა მის უკან
და რომ მიადევნო თვალი მან ეს როგორ შეასრულა, პირველი რომ ეს ახალი თასი საკლუბო ჩემპიონატის დაუდგა კაბინეტში და თქვა რომ სალამ გადავწევა შენთან იყოს და ეს ჭყიალა ოქროთი კი მის პატივმოყვარეობას კოჭი გაუგორა ნამდვილად შემდეგ 2026 წლისთვის შტაბი ნიუ-იორკში გახსნა ტრამპ ტაუერში ამის ოფიციალური გახსნა მქონდა ტრამპის შვილი და იქ ამაში ფულს იხდის სხვადასხვა იქ ირავა ეს ოფისი მაგრამ გახსნა ტრამპ ტაუერში იქ ბუნებრივია რომ გადააცემინა ეს მედლები ანუ მისი მიზანიო ეს ჩატარდეს პომპეზურად მასპინძელმა ქვეყანამ უმასპინძლოს და ყველაფერმა ესე ვთქვათ კარგად ჩაიაროს ეს აჩვენა და აი დიპლომატიაშიც ხო რომ ერთობლივ რაღაც თავის დროზე პრიფიქსეს რამდენიმე თვის წინანდელი ვიდეო სადაც იძახის რომ ამერიკაში კანადაში და მექსიკაში ჩატარდება და ტრამპს გაუხარდა რომ ნახე ამერიკა როგორ თქვა და კანადა და მექსიკა მიაფუჭეჭა ანუ მაგრამ ეს არის რასაც ითხოვს ტრამპი აი ეს დამოკიდებულებას შემდეგ მან წყალობა გაიღოს მაგრამ არსებობენ ქვეყნები რომლებიც ასე ვერ მოიქცევიან. ხო, ამგვარად იმათ კიდე თავისი კოდექსი აქვს. ხო, აუგუსტუსის კომპლექსი აქვს. თავიდანვე გახსოვს დავწერე რომ ანუ ერთ-ერთი მისი როლი, რომელშიც ის კარგად გრძნობს თავს, არის იმპერატორი, ხო? და ზოგადად ხო კაპიტოლიუმი და ყველაფერი ამერიკის ჩამოყალიბებას მაგასთან რომის იმპერიის გაგრძელება იყო თითქოს. მაგრამ აი დღევანდელი ამერიკა როგორადაც ჩანს, რა როლი შეიძლება შეასრულოს რა შეიძლება რეალურად შეცვალოს ან მის გარეშე მიმდინარე ცვლილებებს რამდენად შეიძლება მოერგოს. სად ხედავთ ჩვენ აი ამ წანაცვლების ძირითად შესაძლებლობას? ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის რაც ამერიკაში ხდება, ანუ მარტივად ვთქვათ, ამერიკის საერთოდ დასავლეთის თუ ანგლოსაქსონური რაც დავარქვათ, იმპერიის დასუსტება, ეს კანონზომიერი პროცესია, ხო? ანუ ეს შემთხვევითობით კი არ ხდება, რომ აი რაღაცა მოხდა პატარა მოვლენა და იმან გამოიწვია დროებითი დაკნინება, არა. ჰანტინგტონმა თავის დროზე დაწერა, რომ დასავლეთმა მსოფლიო დაიპყრო არა იდეების, არა ფასეულობების და ღირებულებების ან რელიგიის გამო, არამედ ორგანიზებულ და მაშინ რა ვქენ, ძალადობაში საკუთარი უპირატესობის გამო. და ეს ორგანიზებულ ძალადობაში, ანუ ტექნოლოგიური უპირატესობა, როდესაც დასავლეთ შეეძლო ნებისმიერ ქვეყნის საზღვარი ისე დაეხატა, როგორც მათ უნდოდა და ჩვენ ამას კარგად ვხედავთ, თუნდაც ახლო აღმოსავლეთში, სადაც ისე დაალაგა ბრიტანეთმა, რომ სულ მუდმივად არ გაითვალისწინა ისტორიული და სპეციალურად არის, რომ მოკიშპე, თქვათ, რელიგიები თუ მოკიშპე ტომები თუ მოკიშპე ერები ერთ სახელმწიფოში მოექცნენ და აფრიკა ხო საერთოდ ასე ვთქვათ კლასიკური მაგალითია პირდაპირ მერიდიანებზე და იმაზე ჰუტუ და ტუცი და ერთ სახელმწიფოში მოხვედრა ეს ყველაფერი წარმოუდგენელი რამ იყო მაგრამ ეს კლასიკური დაყავი და იბატონეს მომენტი არის სხვათა შორის მე გარკვეულწილად საბჭოთა კავშირშიც იყო ეგ გამოყენებული ხო ანუ კავკასიაში ეკონომიკური კავშირების ხო ბევრგან ეს არის გრინვიჩის მერიდიანიდან დანახული სამყარო რა ხო რომელიც მე კი აი ეს ბრიტანული მაგითო ვიძახი რომ ბრიტანეთის როლის ან ბრიტანეთი როგორც სახელმწიფო ეს სახელმწიფო აღარ არსებობს თუმცა მათი საიდუმლო სამსახურები მათი ასე ვთქვათ ქსელები ეს ყველაფერი კიდევ კარგად მუშაობს და მათი ცოდნა ის მოდელები რაც შექმნეს გამოიყენეს ხო ისე როგორც თავის ძოზე მათ ბევრი რამე ვენეციელებისგან გამოიყენეს კი აი ზუსტად მაგაშია საქმე რომ როდესაც ჩვენ საერთოდ ვლაპარაკობთ სახელმწიფოებზე, აი ეს ინსტიტუციური ცოდნა, ამიტომ ვიძახი, რომ ირანი არ არის ხელწამოსაკრავი სახელმწიფო, იმიტომ 1000 წლოვანი იმპერიაა, ხო? ბრიტანეთი რაცა უნდა დაპატარავდეს და დასუსტდეს, ის ცოდნა, ის ინსტიტუციური მეხსიერება, ის ინსტიტუტები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა, ეს არცად არ იკარგება. შესაბამისად, მარტივად რო ვთქვათ, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მაგალითად სტრატეგიულ ბომბდამშენებზე თავდასხმა უკრაინელებმა მარტო არ მოაწყვეს და ბრიტანეთი იყო ჩართული. და ამას ძალიან გავს მერე ვთქვათ იგივე ტერორისტული აქტები, რომელიც ისრაელის თავდასხმის წინ მოხდა ირანშიც, ხო? ანუ იქაც შესაძლებელი ჩარევა. შესაბამისად აი ამ სამყაროების მთლიანად ამ სისტემის დაკნინება იმან გამოიწვია, რომ ტექნოლოგიური უპირატესობა აღარ აქვს. ხო, ანუ არ შეუძლია მივიდეს და უკარნახოს ვიღაცას რაღაცა, ანუ ჩამორჩება ჩინეთს, აღარ შეუძლია ვთქვათ რუსეთის ისე დაჩოქება. და ეს ისტორიაში სულ ასე ხდებოდა, ხო? ანუ ჩვენ ტრადიციულად რო უყურებთ, აი პირველ რიგში ტექნოლოგიური
და ეს ორგანიზებული ძალადობის უპირატესობა იყო ყოველთვის ის რაც ქმნიდა იმპერიას. ანუ მონგოლები სულ ყველას ჩვენ ისტორია გამარტივებულად გონია რომ ვიღაცები ჩამოვიდნენ დაუბანლები და სუნით და ყვირილით აფრთხობდნენ ვიღაცას და ამ დროს კვების რაციონიდან დაწყებული ალიანსის მეთოდით რომელიც მათ შემოიტანეს ხო რომ იმის მაგივრად რომ გარნიზონი ჩაეყენებინათ მათი ჯარი კი არ პატარავდებოდა თითოეული ქვეყნის დაპყრობასთან ერთად იზრდებოდა ხო ტექნოლოგია დენთი არავის არ ჰქონდა მათ მეზარბაზნეები ყავდათ ხო მათი უზანგის შვილდისრები გაუმჯობესებული იყო ცხენიდან სროლა შეეძლოთ ანუ უამრავი რაღაცა რაც მათ მოიტანეს რაც მათ უპირატესობას და მერიტოკრატია ის მთავარი ხო რომელიც მათ ჰქონდათ შესაბამისად აი ამ ყველაფერმა მათ უპირატესობამ ხო ტექნოლოგიურმა და სისტემურმა სოციოლოგიურმა ვთქვათ სტრუქტურულმა უპირატესობა განაპირობა მათი წარმატება მაგრამ როგორც კი ეს უპირატესობა გაქრა ტექნოლოგიური და მერიტოკრატია გაქრა და წავიდნენ ჩვეულებრივ ფეოდალურზე იმ წუთშივე დაიშალა იმპერია ანუ იგივე პრობლემა აქვს დღეს დასავლეთსაც ხო და შესაბამისად ჩემი აზრით თავიდანვე როცა მე მეგონა რომ რაციონალური იქნებოდა არა ისეთი რამის გაკეთება რომელიც ფიზიკურად აღარ შეგიძლია ხო ანუ მაგალითად ვთქვათ ისევ იმ დომინანტის როლის შესრულება არამედ ვთქვათ ამ მრავალპოლაურ სამყაროში შენი ადგილის პოვნა თუნდაც ის ტექნატი თუ რაღაც რომლითაც შენ შეიცვენებ უბრალოდ არ შეეჭიდები იმას რისი ასე ვთქვათ გადალახვაც არ შეგიძლია და შემდგომში დაელოდები იმ დროს რომ ისევ მოიპოვო ის ტექნოლოგიური ოპერაცია თუნდაც ხელოვნური ინტელექტით თუნდაც იმით და ეხლა საშუალებას იძლევა მცირე ძალებით მართო უფრო დიდი სივრცეები. ნუ კლასიკური მაგალითია როგორ დაიპყრო ამხელა ინდოეთი ბრიტანეთის იმპერიამ, ხო? წმინდა ტექნოლოგია მარტო ხარ ნიშნავს რაღაც გაუმჯობესებული იარაღს ან რაღაც კომპიუტერულ სოფტს არის მიდგომა მართვის ცოდნა რაღაც მსგავსი ამოცანების გადაჭრის უნარი თუნდაც ასე ვთქვათ დახვეწილი მეთოდებით ზუსტად აი ეს მართვის და მენეჯმენტის დაყავიდა იბატონეს გამოყენება როგორ გააუმჯობესო მთელი კოორდინაცია და ამიტომ თქვი ინგლისი და ბრიტანეთი ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ამასთანავე გუშინ თუ გუშინ წინ დავწერე ვთქვათ აი სადაც წავაწყდი და გადმოვიტანე დიდი საერთაშორისო კომპანიების ინდოელი CEO-ები. კი, მახსოვს ხო. ეს არის ეთნიკურად ინდოელები, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ შემთხვევაში ინდოელი, ეს არის საერთაშორისო კომპანიები. ესეთების ამგვარი უამრავი კომპანიის სათა ოფისებს ჩვენ ხედავთ ამერიკაში და მათი ხელმძღვანელები და დამფუძნებლები და ეს მილიარდერები იძახიან რომ ამაზე უკვე წინაზეც ვილაპარაკეთ რომ იცით რა არის ამერიკა მაინც რჩება როგორადაც არ უნდა კონკურენციაში შევიდეს და ეხა რაღაც ნაწილი მხრივ ჩამორჩებოდეს ხო უკვე ჩინეთს და ეს დადასტურებული ფაქტია ის მაინც რჩება შესაძლებლობების ქვეყანად ეს არის მოცემულობა რომელიც იძლევა ისეთ საშუალებებს რასაც სხვა ქვეყნები არ ეძლევიან და ჩვენთვის ეს ძირფასი ჩვენ უნდა გადავარჩინოთ და ჩვენ უნდა გავახორციელოთ აქ რეფორმა პარალელურად ერთ-ერთი ამის აპოლოგეტი არის ილონ მასკი, რომელმაც დაანონსა, რომ ის გააკეთებს ახალ პარტია ამერიკას. ელოდებიან, რომ შეიძლება შუალედურ არჩევნებშიც უკვე გაჩნდეს ეს პარტია და მან პირდაპირ ღია თქვა, აი ის ხო სოფტებს ღიადებს ხოლმე, ხო? ხო, საინტერესო მექანიზმი დადო Kingmaker-ის როლის. ხო, ნუ უბრალოდ მე შუაში ავიღებ რამდენიმე ადგილზე დამთავრდა. და ვეთამაშებ Kingmaker-ის Google-იც გამორჩეულია მაგითი, ეს არის ღია მიდგომა, როდესაც იგივენერად ის აძლევდა მაგალითად დამტენების ტექნოლოგიას ღიად აძლევდა რომ ელექტრომანქანების პროსტე უბრალოდ ეკოსისტემა განავითარა ამით. მოკლედ ამ მიდგომით მან პირდაპირ თქვა ეს ფორმულა და ეს დაანონსა. ანუ ხო, საკმაოდ ჭკვიანი მიდგომა. პერსპექტივა აქვს ამერიკაში, აი შექმნილ ვითარებაში, რომელიც ძალიან კრიზისულია რეალურად, თან ტრამპიც ამხრივ არადამაჯერებელია, ხო, ეხლა ასე ტრამპიზმის ქვეშ ცხოვრება, არ ვიცი, რამდენად დიდხანს შეიძლება ადამიანებს უნდოდეთ. რა პერსპექტივა აქვს იმას რომ ჩვენ ნახოთ დიდი გარდაქმნა ამერიკაში უკვე აი ტრამპისგან ცალკე გამოყოფილი ამ ჯგუფის მხრიდან ხო აქ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია რომ რეალურად გარდაქმნა აუცილებლად მოხდება იმიტომ რომ როგორც თქვი ის კრიზისები რომელიც
სამყაროში არის კანონზომიერია და არ არის თქვათ რაღაცა შემთხვევით. შესაბამისად ამერიკა ვერ შეინარჩუნებს იმ მოდუსს, რომელი მოდუსის თქვათ მას აქვს, ხო? აქედან გამომდინარე რაღაცა ცვლილება უნდა მოხდეს. უბრალოდ ეს ტრამპის ხელში მოხდება თუ ტრამპი ტრიგერი იქნება ამ თუ ჩამოიშლება რაღაცა სისტემა სანამ ახალი შეიქმნება, ხო? ეგ ძალიან ძნელია ვთქვათ ამ თუმცა ის რომ ილონ მასკ რეალურად აქვს შანსი რომ გახდეს გარკვეულწილად kingmaker-ი. ხო, და ეს პროექტი საკმაოდ განხორციელებადია პრაქტიკულად, იმიტომ რომ ფიზიკურად მას ამის სახსრები გააჩნია, ხო? მარტივად რომ დააფინანსოს და რამდენიმე მისთვის საჭირო რაოდენობა კონგრესში და სენატში მოიგოს. ჩამოაყალიბოს პარტია, იმიტომ რომ ნამდვილად არსებობს ალბათ მილიონობით ადამიანი, რომელიც ორივე პარტიით უკმაყოფილოა. და ჩვენც კარგად ვიცით, რომ მისმა მასკის მომხრეებმა და ეგრეთ წოდებული PayPal მაფიას და ტექნოლოგიების ტექნოკრატების მომხრეებმა ძალიან ბევრმა განაპირობა ზუსტად ტრამპის წარმატებაც და ის ადამიანები აი ამ ტრამპის უამრავი ქმედების, რომელიც ბევრი სხვა შორის არიან ისინი, რომლებიც მოელოდნენ იმ ეპშტეინის სიის გამოქვეყნებას მათ შორის და სხვადასხვა ომების შეწყვეტას და ასე შემდეგ, ეს ადამიანები ნამდვილად მოხვდებიან მის პარტიაში, ანუ გარკვეული ნიადაგი ამისთვის მომზადება. შეიძლება თუ არა მათ დემოკრატიული ბანაკიდანაც მიიღონ რა, იმიტომ რომ ეს თანამედროვეობაა, ეს არის ტექნოკრატია. კი, იმიტომ რომ დემოკრატების ბანაკი იმედგაცრუებულები არიან, კამალა ჰარის სერიოზული ვარდნა ქონდა, ისინი ხედავენ რომ ორივე პარტია და დემოკრატების გაბერწდა ქართულად რო ვთქვა, ანუ ისინი ვეღარ ბადებენ ლიდერს. შეიძლება იყოს ახალგაზრდა, მაგრამ ის ახალგაზრდა ხედავ რომ არც ინსტიტუციური მეხსიერება, არც რაღაც აი woke იმითი რა ქვია, იდეოლოგიით გაჟღენთილ ტიპებს ხედავთ, რაღაც საოცრებს, ან აბსოლუტურად არაკომპეტენტურებს. მოკლედ ვერანაირი კრიტიკას ვერ უძლებს, მით უმეტეს ჩვენი თაობისთვის, რომელთაც რაღაცა გვახსოვს მაინც, ხო, ნიქსონის და რაღაც ცოტა ძველი ამერიკა. ანუ აი ეს ლიდერები, უბრალოდ ვერ წარმოგიდგენია, როგორ უნდა დადგნენ. იმიტომ დემოკრატების წიაღშიც ალბათ ის, ვინც დემოკრატების მომხრეა, ძალიან ბევრია უკმაყოფილო და უბრალოდ ტრამპის აუტანლობის გამო აძლევდნენ დემოკრატებს ხმას. შესაბამისად, თუ რაიმე საშუალება ექნებათ, რომ მესამე გზა იპოვონ, ალბათ დემოკრატებიდანაც ბევრი განსაკუთრებით ალბათ ახალგაზრდები მიუერთდებიან. შესაბამისად, ამ პარტიას ნამდვილად აქვს შანსები იმისი, რომ ჩამოყალიბდეს, იმიტომ რომ ჩვენ ხა იმას აკისვართ, რომ გვახსოვს ეგეთი ასე ვთქვათ, ლიბერტარიანელების გასვლები პატარ-პატარა მწვანეების ნადერი, როსპერო იყო ყველაზე კარგი მაგალითი. ეს უფრო მაინც დიდარი მილიარდერი იყო და მისი რა სხვა ერთი 10%-ამდე კი აიყო მაშინ. უბრალოდ ტრამპა ამ მაგალითი ხელმძღვანელა ისე უყურებდა რა დაკვირვებით ამ პროცესს და თუმცა მაგის შემდეგ მიხვდა რომ ცალკე პარტიიდან ვერ შემოვიდოდა და ისე მოუწია ამ პარტიული იერარქიების გავლა, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში ნამდვილი გარდაქმნა და ამის გაფორმება სწორედ ის იქნება თუ აი ეს ტექტონიკა ამერიკაში დავინახეთ. ანუ ნამდვილი ამერიკა, რომელიც ნიშნავს აი ამ ორპარტიული სისტემით ბალანსს და შემდეგ მის ზემოქმედებას გარეშე სამყაროზე უცებ შეიძლება შეიცვალოს. კი, შეიძლება შეიცვალოს, თუმცა აქ ისეთი მძიმე დაპირისპირებას ვხედავთ დღეს უკვე, ანუ თუნდაც ტრამპი გარკვეულწილად ვაბანკზე წავიდა, იმიტომ რომ ხვდები ეს სამი ადამიანი რამდენად მნიშვნელოვანი არის, რომელსაც უკვე სახელმწიფო ღალატში დებენ ბრალს, ხო, ობამა, კლინტონი და ბაიდენი. მიუხედავად ასე ვთქვათ მათი ასაკისა და თითქოს პოლიტიკიდან ჩამოშორებისა ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურები არიან. ანუ ამერიკაში ჯერ კიდევ არის სამოქალაქო ომის საშიშროება. შესაბამისად ვთქვათ ეს ასეთი ტექტონიკით დასრულდება თუ ისეთი ტექტონიკით არ ვიცი, თუმცა განსხვავებით როსპეროსგან სწორად ნიშნე, ანუ როსპეროს სურვილი ჰქონდა რომ თვითონ ყოფილიყო, ხო რა ტრამპი მიხვდა, მაგრამ თვითონ ეს მოდელი, რომელიც მასკმა აირჩია kingmaker-ის და სულაც რაღაცა ასე ვთქვათ, გადამწყვეტი სოლის ჩაჭედვის შუაში, ეს უფრო რეალისტური და რეალისტურია. ანუ შესაძლებელია, რომ მან გადაწყვეტილებებზე იქონიოს გავლენა. რაც უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ ვთქვათ, როსპერო გამხდარიყო პრეზიდენტი რა ამერ.
ხო, ანუ რა შეცვლიდა, იმიტომ რომ ჩვენ ხო კარგად ვიცით, რომ მარტო პრეზიდენტი ვერაფერს ვერ აკეთებს, ხო? შესაბამისად, გადაწყვეტილებების მიღებით თუ სენატი და კონგრესია, იქ ზუსტად უფრო სწორ მიდგომას მას კი აკეთებს. თუმცა როგორც თქვი, ჩვენ არ ვიცით ამ ტექტონიკის წავა თუ დაიშლება. ანუ ეგეთი ზინოვიევი, ალექსანდრ ზინოვიევი იყო, რომელსაც თქვია შენთვისაც გლობალნი ჩილევეინიკ ეგეთი ესე ვთქვათ, გლობალური ჭიანჭველების ბუდე დაწერა, მან კატასტროფა იწინასწარმეტყველა, როდესაც გარბაჩოვმა ყველაფერი დაიწყო და დაარქვა კატასტროიკა, პერესტროიკას და ანუ ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს აცილებული, ან ტრამპს ჯერ კიდევ არ აქვს აცილებული თავის პერესტროიკის კატასტროიკად დასრულების რისკი. იმიტომ რომ ანუ ის ჯერ კიდევ საშიში მდგომარეობაშია. იმიტომ რომ რა ხდება, ანუ ტრამპი ჩამოყალიბდა როგორც ნეოლიბერალური იდეოლოგიის deep state-ის კათედრალის ყველაფერი ამის მტრად უკვე ჩამოყალიბებული მტერია, ანუ ისევე როგორც ის ახლა დღეს უყურებს ობამას და ასე ვთქვათ, როგორც კლასიკურ მტრებს და აუცილებლად მათ დასჯას მოითხოვს მაქსიმალურად, ასევე მის წინააღმდეგაც ასეთივე ძალები იქნება. ანუ აქ უკვე თამაშები აღარ იქნება, ანუ ბრძოლა ნელ-ნელა უფრო კრიტიკულ ეგზისტენციალურში გადადის. შესაბამისად, ძალიან რთულია ივარაუდო, მაგრამ სამოქალაქო დაპირისპირების შანსებიც იზრდება ამერიკაში. იმიტომ შეიძლება ყველაფერი მშვიდობიანად არ განხორციელდეს. მოკლედ, მსმენელმა თუ ვინმე არ იცის, რომ უთხრათ ტულსი გაბარდმა უსაფრთხოების NDI როგორი შიფრება, ეროვნული უსაფრთხოების, რაც არის იქაური ამ სამსახურის ხელმძღვანელმა, რომელიც ხოთაშორის იძახდა, რომ წინააღმდეგი იყო ირანზე დარტყმის. ხო, ხოთაშორის დაპირისპირდნენ ეგ და ხო, და არსებობდა, იმიტომაც შემდეგ CNN-მა კითხა მის პრეს სპიკერს, ტრამპის პრეს სპიკერს, რომ ეს ტულსი გაბარდმა ყველაფერი იმიტომ ხომ არ ქნა, რომ გადაეფარა თავის ნეგატივი და მან უთხრა, რომ ეს ამ ოთახში ვინც ხარ ჟურნალისტების შეკრებილი მაგათ გარდა ეკითხა, არავის არ აქვს, რომ ყველაფერი ერთი გუნდია. მოკლედ ტულსი გაბარდმა გამოაქვეყნა დოკუმენტები, ისინი ამბობენ დაახლოებით 200 გვერდია, რომელიც ადასტურებს იმას, რომ 2016 წელს, როცა დონალდ ტრამპმა არჩევნებში გაიმარჯვა, მაშინვე არსებობდა ეგრეთ წოდებული რუსების ჩარევის ბრალდება, რომ მან მოიგო რუსების ხელშეწყობით. ეს ბრალდება ჩვენი მსმენელისთვის ძალიან ნაცნობი იქნება, იმიტომ რომ არ მარტო საქართველოში, უამრავ სხვა ქვეყანაში ეს იარლიყა, რომელიც პირველ რიგში ერტყმევა ნებისმიერ არასასურველ პროცესს. უკვე ტრადიციული იარლიყია, ხო? კი ბატონო, და მან აჩვენა, რომ აი 2016 წლის მაგალითად 9 დეკემბერს უკვე არჩევნები დამთავრებულია, მაგრამ ინაუგურაცია ჯერ შემდგარი არ არის. გაიმართა შეხვედრა, სადაც პრაქტიკულად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეს ინფორმაცია, რომ არ დასტურდებოდა არანაირი რუსული კვალი თუ ჩარევა, ეს ინფორმაცია არ გაეხმაურებინათ და პრაქტიკულად დონალდ ტრამპს ეს შლეიფი, რუსული გავლენის შლეიფი მას შემდეგ აკიდეს. და მოუწია სულ ასე ვთქვათ, თავის მართლება, მაშინ, როდესაც ყველა მიცოდა რეალურად, ანუ ინფორმაციის ფლობელებმა და ხელმძღვანელო პირებმა, რომ ეს ტყუილი იყო, ხო? ხო, და მასზე იყო მუდმივად ეს დაკიდებული, ანუ ერთგვარი რაღაცა სოციალური შანტაჟის ინსტრუმენტი იყო 2020 წელს მანაც საკუთარი უფლებები შემდეგ ვერ დაიცვა, იმიტომ რომ იგივე ბრალდებები გახმიანდა და რომ არა 2024 წლის გამარჯვება და რომ არა დღეს ამ დოკუმენტების შემდეგ გამოწევა. მის დამარცხებაში 2020-ში მაგან საკმაოდ დიდი როლი ითამაშა. ანუ ჩვენთან რო აკილიკებენ ერთგვარად პარლამენტის საგამოძიებო კომისიას, ჩვენ ახლა ხედავთ რომ რაღაცა მსგავსი 9 წლის წინანდელ ამბავზე 9-10 წლის წინანდელ ამბავზე რაღაცა მსგავსი პროცესი დაიწყება ამერიკაში, იმიტომ რომ ტულსი გაბარდმა თქვა, რომ მე აი ამ დოკუმენტებს ვაქვეყნებ, მე მგონია, რომ აქ საკმარისი მტკიცებულებებია, მაგრამ იუსტიციის დეპარტამენტის საქმეა ხა ეს როგორ დაიწყებს სასამართლოს და ასე შემდეგ. და ეს პროცესი მართალი ხარ არაპირებს გაჩერებას და ეს არის ერთგვარად საუკუნის კონსპირაციის გახეთქვა, რომელიც მხოლოდ ამერიკის რაღაცა ერთგვარი Watergate 2 არ არის რა, რომ შიგნით რაღაცა ეს
თელ იმ ნარატივზე ექნება გავლენა, რომელიც სოფლიოში ისე ვიძახი ეს. Watergate ერთი კაცით დამთავრდა ხო ნიქსონი და მაგრამ ეს USAID ორი უფრო არის, ანუ მთელი ეს ინსტრუმენტი, ანუ ის იყო რეალური ფინანსური ინსტრუმენტი, მაგრამ ის შინაარსი, რომელიც ამ USAID სტრუქტურების და არასამთავრობოების გავლით მიეწოდებოდნენ ადგილობრივ აქტივისტებს, ანუ handbook-ში ესე ვთქვათ, ინსტრუქციაში რაც ეწერა, ეხლა უკვე ამ შინაარსის დისკრედიტაცია ხდება. რომ ანუ თუ კი თავარ ადგილას ეს რუსული საფრთხე იყო გამოგონილი, მაშინ ნუ საერთოდ შესაბამისად გასაგებია რომ თუ ეს ასე ვთქვათ brain center-ში სადაც გადაწყვეტილებები მიიღება, იქ იყო გაყალბებული, შესაბამისად უბრალოდ კლონირებული იყო სხვა. უბრალოდ ეჭქვეში დგება და ეს პირველ რიგში ასაც ანგრევს, ეს ეხლა მე ვიღაცას იფიქრებს, უკი მაგრამ როგორ რუსეთი საფრთხე აღარ არის, მაგრამ ეს ანგრევს სხვა რამის არსებობს კონკრეტული რუსეთი, კონკრეტული სახელმწიფო, რომელიც ამ წუთებში ბომბავს მაგალითად მეზობელ სახელმწიფოს და არსებობს მტრის ხატი კონსტრუირებული იმიჯი, რომელიც გამოიყენება იმისათვის, რომ ყოველგვარი საპირისპირო აზრი, ოპონენტი მოახდინო იარლიყის მიწებება და გააჩუმო რაღაც საზოგადოება და მან ახლა აგერ ცოტა ხნის წინ ხო ჩვენთანაც ხშირად ხდება და რაც თავარია პირდაპირ ნახეთ რუმინეთში ხო იგივე ხო? კი, აი ეს ინსტრუმენტი ბლაგდება უკვე. ანუ სახელმწიფოები უბრუნდებიან რეალურ საზღვრებს, ესე ვთქვათ და მტრის ხატები ამ ხრივ იმსხვრევა. ხო, მაგიტომ ვიძახი რომ პრინციპში ზუსტად ამიტომ რა გავლენა ექნება აი ამ кейსს, ამ სამი ადამიანის დევნას. ინსტრუმენტების დაბლაგვების მომენტია, ანუ NGO-ზე რო დავწერე, ანუ გასწორად დაიჯესტი გავაკეთე იმ სტატიის, ან Foreign Affairs-ში რატო იწერება ეგეთი სტატია, რომ NGO-ების ასე ვთქვათ დიკლაინი მიდის, ხო? ეს ინსტრუმენტი დაბლაგდა. ანუ NGO-ების ძალიან დიდ ნაწილს, ძალიან ბევრი ადამიანს უზარმაზარ პატივს ძალიან ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული, მაგრამ არსებობს მიმართულება, ხო, პოლიტიკური, როდესაც ის NGO კი აღარ არის, რეალურად არის F-Gongo, ხო, F-Gongo თანაც, ანუ რეალურად არის government organized და ამავე დროს კიდე სხვა ქვეყნის მთავრობისგან არის დაორგანიზებული. ანუ ეს ნაწილი, ეს ინსტრუმენტი დაბლაგდა. ბევრი ინსტრუმენტი დაბლავდა. რაც შეეხება ამ ბრძოლას, მე მგონია რომ სუთავიდან, როდესაც ტრამპი მოვიდა, უბრალოდ რაციონალური ანალიზით ვფიქრე, პირველი მისთვის ზუსტად deep state-ის და იმ მექანიზმების განადგურება იყო. იმ ასე ვთქვათ, ძირეული და დამალული მექანიზმების, რომლითაც მას ებრძოდნენ და რომელიც იგივე ლიბერალური დემოკრატიის და იმ deep state-ის დაბრუნებას ხელს შეუშლის. ამიტომ ეს სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა იქნება ან ტრამპი ასე ვთქვათ მათ დასჯის, ან ისინი აუცილებლად დასჯიან ტრამპს. კი, ანუ ყოველ შემთხვევაში დროებით მაინც გამოიყენებენ, გადაიბირებენ გარკვეულწილად, ანუ ეს ბრძოლა მის შიგნითაც მიმდინარეობს. მაგალითად, იგივე CNN-ზე ვნახე პატარა სიუჟეტი ესეთი, რომ უკრაინაში კიევი ღამე მიდის ექიმი და მიაქვს ყუთი, სასწრაფოდ უნდა გადააკეთოს ორგანოს გადანერგვა, რომ გულის. იმიტომ რომ იქ რაღაცა ბავშვია და აჩვენებენ ამ რაღაცა ბნელ იმაში ამ ღამის სირენების ქვეშ როგორ აკეთებს ოპერაციას. ანუ ეს ადამიანი ხა NGO რო ახსენე, იმაზე გამახსენდა ეს პარალელი. ეს ადამიანი ემსახურება თავის პროფესიას, ასრულებს თავის პროფესიულ მოვალეობას და სრულიად კეთილშობილურად იქცევა, ხო? 12 წლის ბავშვის სიცოცხლე უნდა გადაარჩინოს და მას აქვს დონორისგან წამოღებული აი ეს გული, რომელიც მას უნდა გადაუნერგოს და ოღონდ აი ამ ისტორიას რო გიყვებიან, მხოლოდ აი ამ ნაწილში დანახული არის აბსოლუტურად კეთილშობილური. ანუ ზუსტად იგივეს განისდის ვიღაცა დღეს NGO-s წევრი, აქტივისტი, შეიძლება ქუჩაში მდგომი, თუმცა გონია რომ სიმართლეს ემსახურება. ამის უკან ისტორია, საიდან არის ჩამოყვანილი ის ბავშვი, ვისაც ეს ოპერაცია უნდა გაუკეთო და რატო ხდება ეს უკრაინაში და ვინ არის ის დონორი, რომელიც რა პირობებში დაიღუპა, რამდენი ამაში გადახდილი, ეს კეთილშობილურ ისტორიას ესეთი დეტალები, ხო, ცოტა ამახინჯებს. ამიტომ ამას არავინ არ ყვება. NGO-ზეც იგივე შეიძლება ითქვას, რომ აქ შენ იმ ფარგლებში რაშიც მოღვაწეობ, ყველაფერს აკეთებ სწორად, მაგრამ აი ამ დიდ სურათში არსებობს რაღაცა ინტერესები, ვისაც ჭირდება, რომ შენ აქ ამას ესე აკეთებდე, ხო? სადღაც ეს მოზაიკა იქნება. ფრაგმენტულად შეგიძლია რაღაცა ამოიღო და ისე გააფორმო და გააკეთო, ხო? მაგრამ დღეს რაც გამოაშკარავდა, ეს არის რომ ჩვენ დენლავ ხედავთ სრულ სურათს.
რომ მოკლენ სრული ბიუჯეტი, მოკლენ რამდენი იხარჯება, რომ საბოლოო ჯამში უცებ ყველას გაახსნა ხო კაცო ეს ხო არ იყო დამალოთ. კი, ვიკიპედიაში წერია, მაგრამ ამაზე არ ლაპარაკობდნენ, რომ თავის დროზე დაზვერვის ფედერალური სამსახურის შექმნელი არის ეს ყველაფერი. ეხლა ეს მაგალითებად მოვიყვანეთ, როგორ თავისივე ძველად როგორც იყო გამოთქმა, რომ ამ ხმალს რომ მარხავ მიწაში, ამ დაბლაგვებულ ინსტრუმენტებს როგორ მარხავენ და თან უცნობია ეს ყველაფერი, ამ ყველაფერს რა ჩაანაცვლებს, ხო? ანუ ერთის მხრივ ინსტრუმენტი, რომელთაც ხდებოდა გავრცელება, ეს დახურეს, ეხლა უკვე მიმდინარეობს ამ შინაარსის, რასაც ავრცელებდნენ ამის კომპრომეტირება. აი აქ 2 წუთი დაგვრჩა და ევროპა რჩება სისტემური ალტრუიზმი არ არსებობს, ხო? ანუ აი ეს არის პრობლემა, ხო? ანუ არის ადამიანი ალტრუისტი, ძალიან ბევრი ადამიანი ალტრუისტია, მაგრამ ჩვენ ხშირად, ასე ვთქვათ, გვაჯერებენ იმაში, რომ არსებობს სისტემური, ანუ არსებობს ქვეყანა, რომელიც ალტრუისტია, არსებობს, ასე ვთქვათ, სისტემური ალტრუიზმი, რაც ტყუილია, ხო? ანუ არ არსებობს ასეთი რამე. რა თქმა უნდა, არსებობენ ადამიანი ალტრუისტები, ხო? ძალიან ბევრი ისტორიაშიც ვიცით და ჩვენ გვერდითაც არიან, მაგრამ ის რომ ერთ ქვეყანა მარტო სიკეთეს აკეთებს, ანა ერთი ორგანიზაცია მარტო სიკეთეს აკეთებს, ანუ ფული საიდანაც მიდის რეალურად და დაფინანსება იმას ყოველთვის თქვა დამფინანსებას თავისი ინტერესები აქვს. და ეს ინტერესი არის ძალიან მერკანტიული და ზუსტად ძალიან ხშირად ძალიან მერკანტილურია. ომი მონაწილეობდა ამერიკა და ხედავ ჩვენ რამხელა ფული იხარჯებოდა და მე წავიდა ლაპარაკი რამდენი დაიკარგა ამ ფულში უკრაინაში თვითონ. შემდეგ ჩვენ ნახეთ რომ ის ვისაც უნდა გაეკონტროლებინა ეს რაღაც კორუფცია, რაღაც სააგენტოები, რომელიც ზელენსკიმ დახურა. ეხლა ატყდა ამბავი, ანუ 3 წლის მანძილზე კორუფციაზე იყო ლაპარაკი, პროტესტი ამას კი არ მოყვა. ვისაც ეს კორუფცია არ უნდა დაეშვა და მაინც ხდებოდა ამის დახურვას მოყვა პროტესტი. კი, მაგრამ ეს დროზეც არის, ხვდები, ანუ აქ ისეთი მომენტია, რომ შესაძლოა, რომ ზელენსკიმაც თავისი ასე ვთქვათ რაღაცა მოვალეობები ამოწურა, ვთქვათ და მის შეცვლაც უნდა. ხო, ანუ ცალკე თემა, მაგალითად ცალკე მთელი. ხო, ანუ იმიტომ რომ რეალურად ხო, აქამდე არავის კითხვა არ გაჩნია. უბრალოდ აქ კითხვა ანის იმათი გაუქმება რას ემსახურება, ხო? ბოლო კითხვა, რასაც ეხება ევროპა, თუ კი ეს აი ჩვენ ხედავთ განსხვავებას უკვე ამერიკასა და ევროპას შორის, აი თუ წარმოგიდგენია დამოუკიდებელი ევროპა, როგორც ერთეული, რომელიც ჭრელად შედგება ამ სახელმწიფოებისგან, რომ გაართმევს იმის გარშემო არსებულ გამოწვევებს თავს. მე წევანაც გაუსვი ხაზი, რომ ბრიტანეთი არის დამოუკიდებელი, აქვს თავისი ესე ვთქვათ ინსტიტუციური მეხსიერება, გამოცდილება, თავის თამაშებს თამაშობს. რაც შეეხება მთლიანობაში ევროპას, ევროპა იმდენად ხელოვნური მექანიზმია დღეს ევროკავშირის სახით, რომ ეჭვმეპარება, რომ ამ ამოცანებს მარტო გაუძლო. ანუ მთელი მათი გამოცდილება, მთელი მათი როგორ ვთქვათ, ბოლო წლების გვეუბნება ისტორიები, რომ საკმაოდ უსუსური არიან. და საფრთხეების წინაშე მხოლოდ სხვისი ინსტრუქციებით მოქმედებენ. დამოუკიდებლობა არანაირად არ გამოუხატია, პლუს თუ ჩვენ დავაკვირდებით თვითონ ლიდერებს, ხო? აი ამ ლიდერების პროფესიონალიზმი და მათი მოდი ასე ვთქვათ, ლიდერული თვისებები ძალიან ეჩვსტოვებს, ხო? ანუ თუ დავაკვირდებით, რამდენად საინტერესო და რამდენად დამოუკიდებელი ფიგურები არიან, ხო? ანუ ბოლო-ბოლო ინგლისი ავიღოთ და ცვლილებები, ხო? მაგალითად ვთქვათ, ლისტრას გახსოვს, ხო, ის სიტუაცია, სალათმა რო აჯობა, ხო, სალათი სანამ დაჭკნა ტრასი გაუშვეს. ხო, ტერეზა მეი, ხო, ანუ აი ისეთი ყოლება იყო, რომ ინგლისში ვთქვათ, ლომი აღარ არის, ხო? საფრანგეთში არა, ვთქვათ, არც, ну ეხლა მერც ჯერ დრო აქვს კიდე, მაგრამ ხო, მაგრამ უკვე ამჟღავნებს, რომ არაფრით მაკრონისგან არ განსხვავდება. ხო, არაფრით, ხო, შოლცი საერთოდ ასე ვთქვათ, ხო. და სხვა ქვეყნები უკვე აღარც გვახსენდა. ხო, ანუ აი ეს არის, რომ თვითონ ევროპას ჭირდება ვიღაცა, რომელიც ამას უხელმძღვანელებს და არც ერთი ადამიანი ამის შთაბეჭდილებას არ ტოვებს, რომ ისინი ბოლო ეგეთი ადამიანი 45 წელს დამარცხდა და გამარჯვებულები ერთი იყო კონსული ბრიტანეთი, მეორე ამერიკა, მესამე საბჭოთა კავშირი. ხო.
კი ბატონო, მადლობა მამუკა სტუმრობისთვის. ჩვენი დღევანდელი გადაცემა დასრულებულია. ეთერში დავბრუნდებით მომდევნო კვირაში. მადლობა თქვენ.